რა არის საშვილოსნოს პოლიპი და შესაძლებელია თუ არა მისი კურნალობა მედიკამენტოზურად. ამ კითხვას ხშირად მისვამენ და ახლავე აგიხსნით. ეს არის საშვილოსნო, აი ესე გამოიყურება, ეს არის მილები, საკვერცხეები, აი ეს შიგნით რა ხდება საშვილოსნოში. აი ეს საშვილოსნო არის აი ეს ნაწილი მხოლოდ, აი ეს ნაწილი, ხოლო აი ეს ქვედა ნაწილი, ეს არის საშო. საშო ის ადგილია, სადაც ჩვენ სარკეებს ვდგამთ გინეკოლოგიური გასინჯვისას და ვათვალიერებთ რას. რასაკურველია საშვილოსნოს შიგნით ჩვენ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ აი აქ არის საშვილოსნოს ყელი, ჩვენ ვათვალიერებთ აი ამ ადგილს, ყელს ვუყურებთ ყელს, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად ხდება სხვადასხვა დაავადებების განვითარება. საშვილოსნო შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. ეს არის საშვილოსნოს ტანი და საშვილოსნოს ყელი. აი, აქედან ესე გამოიყურება საშვილოსნოს ტანი და აი ეს მთლიანად და საშვილოსნოს ყელი. ეს არის საშვილოსნოს ღრუ და ეს არის ყელის არხი. პოლიპი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ღრუში, მის ნებისმიერ კედელზე და შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის არხში, აი ცერვიკალურ არხში, როგორც ჩვენ ვუწოდებთ. შეიძლება იყოს ყელზე გარედან. ამ მულაჟზე არის პოლიპი, აი აგერ, ხედავთ, ეს არის საშვილოსნოს ღრუ, აი ეს არის პოლიპები, აი ეს მუქი და ღია ფერის, უბრალოდ სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ფერისაა, მაგრამ ყველაფერი ეს არის პოლიპები. პოლიპის გამოვლენა ხდება ექოსკოპიურად, თუმცა არსებობს პოლიპები, რომლებიც ძალიან პატარა ზომისა და ამიტომ მათ ექოსკოპიურად ვერ ვხედავთ. და როგორ ვკურნალობთ ამ პოლიპებს, რომელიც არის საშვილოსნოს ღრუში? შესაძლებელია მათი მედიკამენტოზური მკურნალობა? პოლიპების მკურნალობა მედიკამენტოზურად არ ხდება და საჭიროა ჰისტეროსკოპია. ჰისტეროსკოპია ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც შევდივართ საშვილოსნოს ღრუში. აი აქედან საშოდან, საშვილოსნოს ყელის გავლით შევდივართ ღრუში, ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს და ვიზუალური კონტროლით, რომელსაც ექიმი ხედავს მონიტორზე, ახდენს პოლიპების მოცილებას და გამოაქვს ის გარეთ. შემდეგ ეს ქსოვილი იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე, იმისათვის, რომ მოგცეს საბოლოო დიაგნოზი, თუ რა ტიპის ქსოვილია პოლიპში. საშვილოსნოს პოლიპი ხელს უშლის ორსულობას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის თვითნებით შეწყვეტას, რადგან ემბრიონი ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და ზედმეტი ქსოვილი უქმნის შეფერხებას, ხელს უშლის მიმაგრებას და თუ მიმაგრება მოხდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუწყოს ორსულობის შეწყვეტას. არსებობს მიკროჰისტეროსკოპია, მინიჰისტეროსკოპია, ან საოფისე ჰისტეროსკოპია, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ და ეს ყველა სინონიმებია და არსებობს ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპია. რა უპირატესობა აქვს ამა თუ იმ კვლევას, რომელი არის უკეთესი მიკროჰისტეროსკოპია, ანუ საოფისე ჰისტეროსკოპია, თუ ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპია, ამის შესახებ მე შემდგომ ვიდეოებში გესაუბრებით.